და ბოლოს წყალტუბო, რომელიც აუცილებლად გახდება ყველაზე მწვანე, ყველაზე ახალგაზრდული ქალაქი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ჩახვალთ დასასვენებლად, სადაც ჩატარდება ფესტივალები, სადაც გაკეთდება სანატორიუმები, ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ, მათ შორის მენტალური პრობლემების მოსაგვარებლად, წყალტუბო აუცილებლად იქნება ფერადი ბავშვების ქალაქი და წყალტუბო აუცილებლად იქნება ბედნიერების ქალაქი. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. და შემიძლია მოგასმენიოთ დინამიკები ქონდა ძალიან დიდი, რომელზედაც ყოველთვის განუწყვეტი უკრავდი ხოლმე და ეს ჩემი მეგობრები მიფასებდნენ რა მუსიკას, ასე რომ ვთქვათ, გულაობდით რა. ავტობუსში მოგეხსენებათ, რომ მსგავსი აქტივობები არაფერი არ არის, ადრე იყო ხოლმე რაღაც კულტურული ღონისძიებები ტარდებოდა, ახლა ეს კულტურული ღონისძიებებიც აღარ ტარდება და შესაბამისად უკვე იმის გამო რომ არანაირი გასახანი არ აქვს ახალგაზრდებს რომ რაღაცით გაერთონან, რაღაცა ხელოვნებას მიუძღვნან თავიანთი თავი, ან რამე ღირებული შექმნან, ამის გამო ჩვენით ვცდილობთ ხოლმე განვითარებას და ვცდილობთ რომ ჩვენით შევქმნათ ეს ყველაფერი რა. ავტობუსს აქვს ძალიან დიდი პარკი, რომელსაც აქვს დაახლოებით 6 კილომეტრი აქვს რადიუსი, რომელზედაც არის არხი გაყოლებული. ჩემი აზრით, ავტობუსი არის უიდეალურესი ადგილი ფოტოგრაფისთვის, თვითონ ფოტოგრაფებისთვის, რადგან აქ არის n რაოდენობით ისეთი ადგილები, სადაც საოცარ ნახატები და საოცარი კადრები იხსნება ხოლმე. ყველა კუთხე საერთოდ არ უნდა გაიხედო, ყველგან ძალიან ლამაზი ადგილი არის. ჩემი აზრით ეს სინთეზიც თვითონ ამ ქალაქის ბუნების, ამ ძველი ნაგებობების, უბრალოდ სხვა ქალაქს არ აქვს ამდენი პოტენციალი, რამდენიც აქვს უშუალოდ წყალტუბოს. ძველი თაობისგან იმით განსხვავებით, რომ არავის არ აქვს ზეწოლა ჩვენზე, რომ რაღაც არჩევანი გავაკეთოთ, რაც ჩვენ არ გვახასიათებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი, ჩვენი ინტერესები და ამ ინტერესებს მივყვებით. კონკრეტულად ჩემი ინტერესი მაგალითად არის სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვწერ და ამისგან ვაკეთებ მიქსს და ჩემი აზრით ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გამოდის. Raindrop top, bitch, you gon' fake top. When the nigga, I'm a baby, I'ma tell you stop, pretty, I'ma pussy like a winner, baby, paints up. I'm going in the bed, and we a woman when the paints up. Long bitch, we can ride away. Take it what you say, I'm keep my way. კულტურული განვითარება არ აქვს ამ ქალაქს. ჩვენ გვაქვს ჩვენი წრე შექმნილი. თითოეულ ადამიანს ჩვენ წრეში აქვს თავისი ნიჭი. და ამ ნიჭს ერთმანეთში ვავლენთ, რომ უფრო განვავითაროთ ეს ყველაფერი. ჩვენში არ ტოვებთ ამ ყველაფერს. და ამიტომაც აქ რადგანაც არ არის ამის რესურსი, ჩვენ ამ ყველაფერს ვახდენთ ჩვენს წრეში. მე ჰიპ-ჰოპით დავინტერესდი 10 წლის წინ, როდესაც დავიწყე კორეელების მოსმენა. შემდეგ რომ ვუსმენდი ამათ, ვუყურებდი როგორ ცეკვავდნენ. და ძალიან მომეწონა. და შემდეგ ცადე რომ მეც გამიმეორებია მათი იმლეთები. ძალიან კარგი იქნებოდა გაკეთებული იყოს სანატორიუმები, რომელიც აი როგორც ხედავთ, არ მიუხედავი არის და დანგრეული, ასე რომ ვთქვათ. სიხარული აკლია ხალხს იმის გამო, რადგანაც არ აქვს თავისი, რავი, გასართობი წრე, ან სადაც შეუძლიათ, რომ თავისი თავი გამოავლინონ, მიყონ ისინი, ვინც არიან. ბევრი ადგილი არის წყალტუბოში, რასაც არ იყენებენ
და შეუძლიათ იმ ადგილზე რამე ისეთი დააწესებულება გააკეთონ, აი როგორც კინო არის, თეატრი არის, თუ გინდათ პატარა იყოს, არ არის აუცილებელი რომ მასშტაბური იყოს. და რავი, პოტენციალი საკმაოდ მაღალი აქვს. თავისუფალ დროს ახალგაზრდები ვცდილობთ რომ შესაბამისად გავერთოთ რაც გვაქვს წყალტუბოში. ერთ-ერთი მათგანი არის ჩოგბურთი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან აქტუალური გახდა მართლა წყალტუბოში. გამბიანი იქიდან რომ ძალიან ესეთი სპორტი არის მოთხოვნადი, არა მარტო თან წყალტუბოში. ვიცი, რო გაიხედოთ ახლა აქ რაც ხდება, კატასტროფა არის. არ იყო აქ რომ ვინმე გადის. ერთადერთი არის ჩვენ თუ მოგვექვს რამე ყველაფერს ვალაგებთ, ეხლა რაღაც გაკეთება ფიზიკურად ჩვენ არ შეგვიძლია. მოვა უნდა ძირითადად კორსა. ანუ ესეთ რაღაცები არ უნდა იყოს. ახლა მოდივარ. ახლა რო ხედა მამას, ცუდ სიზმარივით ამათ მოკლედ ის. ისე გული მწყდება. როგორი აყვავებული იყო. აი ამ ადგილას. ბიჭი იდგა. ხელში ეკავა ისეთი კარგი სათანტრიალობდა. არაფერი აღარ მომწონს. ისეთი და ხვერს ვეხვეწები, როდის აყვავდება ისე როგორც მაშინ იყო. და მე მგონი იმედს მაინც არ კარგამ. ახლა რო ესა გალამატა. კევა აღარ იქნება წყალტუბოში. ჩამოდიოდნენ სოფლიოს ყველა ქვეყნებიდან. წყალტუბო ამ დროს იყო ყვავილებში თაფლული. ადგილები აღარ იყო, იმდენი ხალხი იყო აქ. იყო მუსიკა, ცეკვა, თამაში, ყოველ საღამოს მუშაკი ხვდა, კაი კონცერტებს ატარებდა. მოკლედ სიცოცხლე ჩხებდა. წყალტუბოს ვანები არის მსოფლიოში უნიკალური. ყველა იმ სახის დავადებას კურნალობდა. 100 წლის რო გავხდები, ჩამოვძადეთ კიდე და მე დახვდებით სული და გული.